როგორ მოვიდა ჩვენამდე რწმენა? რწმენა მოვიდა ჩვენთან შეხებით. შეხება რომც ყოფილიყო და რაღაცა დოზით ალბათ იყო, მაინც საიდუმლოებრივად აღმოცენდა ჩვენში, იმიტომ რომ მსგავსი შეხება შეიძლება ჩვენს გვერდზე სხვას ქონოდა, ან ჩვენ მოგვიყოლია, მაგრამ ადამიანებზე არ მოქმედებს. ჩვენში რაღაცა მოხდა, ხო, აი რასაც უფალი ამბობს, რომ მამამ გამოგვიცხადა, ანუ პირადი გამოცხადება ქონია. ეს რწმენა ესე მოდის ჩვენში. ანუ ქრისტეს ღმერთობის რწმენას ჩვენ ასე საიდუმლოებრივად ვიღებთ, რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ უფლის ნების შესაბამისად ვიცხოვროთ ეკლესიის წიაღში, როგორც უფალმა გვამცნო, გარეგნულ მხარეს ვავსებთ და ჩვენი ცხოვრების გარეგნულ მხარეს ვცვლით და ჩვენი ცხოვრება იწყება ესეთი გარეგანი რელიგიური ცხოვრება იწყება და ვამბობთ, რომ ამაზე არ შეიძლება დაკმაყოფილდეთ, ეს ცუდი არ არის, კარგია თავიდან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს შიგნით და როგორც ხშირად გეუბნებით, რაც ვირწმუნეთ, ის ჩვენი შინაგან გამოცდილებად უნდა იქცეს. და აი ამ პერიოდში იწყება ეს ბრძოლა რწმენასა და ურწმუნოებას შორის ჩვენში, იმიტომ რომ ჩვენ მისტიკურად ვირწმუნეთ და რაციონალურად გვინდა დადასტურება. და ღმერთი რაციონალურად არ დასტურდება თუ არ ინება და სასწაულებრივად ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა ხელშესახებად არ შემოვიდა. ისე ღმერთს რაციონალურად ვერ დაადასტურებ. და ჩვენ ვართ დაცემული ბუნების რა, სულ გვინდა რომ რაციონალურად დავიდასტუროთ რწმენა, ხელშესახები გავხადოთ და კი არ გვწამდეს, არამედ აი როგორც თქვა, კედელს ვხედავ, ასე და ამგვარად ხედავდი. და როდესაც რწმენა მაქვს, მაგრამ ცოდნა არა მაქვს, 100%-იანი გარანტიით რომ ღმერთი არის, ეს ჩემში იწვევს ერთგვარად ეგზისტენციალურ შიშს, განგაშს იწვევს. რატო? იმიტომ რომ მე ვიცი რომ არადიული სიცოცხლე არსებობს და მე გარანტია მინდა, მე ნამდვილად მინდა ვიცოდე რომ ღმერთი არის კიდევაც და მეც იქ ვიქნები და სულ კარგად ვიქნები და ამის შესახებ გამოცდილება, ანუ ემპირიული გამოცდილება, ცოდნა რო არა მაქვს, ეს ჩემში განგაშს იწვევს. და ადამიანი მერე იწყებს აი აქ მოძრაობას, წუწუნს, წუხილს და ეძებს სასწაულებს. აი რაც თომას ჭირდა. როგორ სანამ ყველა ეუბნება არა, სანამ ხელს არ შევახ. ნებისმიერი სისუსტე გამოვლენილი წმინდა წერილში მოციქულების მიერ იუდას ჩათვლით ჩვენთვის დაიწერა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენში არსებობს. იუდაც, პეტრეს უარყოფაც, თომას მერყეობაც, იოანესა და იაკობის კარიერის დავარქვა, ერთი მარცხნივ დავждდებით და ყველაფერია ჩვენში. და იქ უარყოფითი პერსონები ვინც არის, პილატე იქნება თუ ამავდროულად ყველაფერია ჩვენში, არ დაგვავიწყდეს ეს. ამიტომ აი რა კითხვა რო დავსვით, რომ თავისუფალი აქტი იყო მისი თუ არ იყო და ნახეთ როგორ არის ფაქტობრივად, ჩვენ ხო ვიცით, რომ თუ თავისუფლება დავკარგეთ, ჩვენ არ გვექნება ხელმწიფება ვიყოთ ღმერთის შვილნი. თავისუფლების გარეშე ეს არის შეუძლებელი. თავისუფლების გარეშე თუ დავრჩის, ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა გვიყვარდეს. ამიტომ თავისუფლება ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და რაც მეტად ხელშესახებია ჩვენთვის ღმერთი, მით მეტად ვკარგავთ თავისუფლებას. და რაც მეტად არ გვიხილავს და იმგვარად გვწამს, მით მეტად ვინარჩუნებთ თავისუფლებას, მით ქრისტესადმი ერთგულება ჩვენი მხრიდან მეტად უფრო თავისუფალი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენში უფრო მეტი შესაძლებლობა ამ დროს არსებობს გვიყვარდეს უფალი მთელი ჩვენი არსებით უანგაროთ და ჩვენში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ვრეალიზდეთ როგორც ღმერთის შვილნი.